მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო და მაყურებლებო. ეს ბიზნეს სპეისია ტრადიციულად 6 საათია. საქმიანი პოდკასტი, სადაც საუბრობთ ბიზნესზე, ისე როგორც ინამდვილეშია. მე კი მისი ავტორი სერგო ოსიჯანიშვილი ვარ. დღეს ვისაუბრებთ თემაზე, რომელსაც ბიზნესი ხშირად მაშინ აქცევს ყურადღებას, როცა პრობლემა უკვე შექმნილია. ვისაუბრებთ შრომის ინსპექციაზე, HR ადმინისტრირება და იმ შეცდომებზე, რომლებიც კომპანიას შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეთ და დღეს ჩვენთან ერთად არიან ქეთი მამამთავრიშვილი, შრომის სამართლის და HR ადმინისტრირების საკითხების კონსულტანტი და ამავდროულად DPT კონსალტინგის გუნდის წევრი, მოგესალმები, ქეთი. და ტრადიციულად ჩვენი, ასე ვთქვათ, DPT კონსალტინგის თანადამფუძნებელი და მოდერატორი დღევანდელი პოდკასტის, ბატონი ჯონი ჩონიაძე. გამარჯობა, ბატონო სერგო. ჯონი, მოკლედ როგორც ტრადიციულად რა, ძალიან საინტერესო თემებს ვირჩევთ და მინდა პირველ რიგში ალბათ ამით დავიწყოთ რა, ანუ აი რატო გახდა დღეს შენთან გადმოვა პირდაპირ კითხვით, ხო? სანამ გადავალთ უკვე სტუმართანაც, რატო გახდა დღეს ეს საკითხი, აი ესეთი მნიშვნელოვანი, აქტუალური და განხილვის საგანი არის ბიზნეს სპეისში? მოგესალმები, მივესალმები მსმენელს და მაყურებელს. პრინციპში დღეს არ გახდა სულ იყო, მუდმივად იყო. ეს უბრალოდ ყურადღება რამდენად ექცეოდა, უფრო ქეთის კომპეტენცია და ქეთი გვეტყვის, იმიტომ რომ ქეთის არამხოლოდ ეს მიმდინარე პრაქტიკა აქვს ახლა. არამედ მანამდე შრომის ინსპექციაში მუშაობდა და უშუალოდ მაკონტროლებელისგან იცის რა მოთხოვნებია, რა ვალდებულებები არსებობს და ზოგადად რა გარემო იყო ამასთან დაკავშირებით. ეხლა რაც შეგვეხება ჩვენ, მოკლედ მონაცემთა დაცვის გუნდი, როდესაც დავიწყეთ მუშაობა, ვაკეთებდით დოკუმენტაციას და ვნახულობდით პროცესებს, აღმოჩნდა ისე რომ ჩვენი უშუალოდ პირველად მიმართულება რაც იყო მონაცემთა დაცვა ძალიან მჭიდრო კვეთაში იყო დასაქმებული პირების უფლებების დაცვასთან და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ქეთისთან კოლაბორაცია რომ როდესაც ორგანიზაციას ვემსახურებით უფლებების ნაწილში ორივე მიმართულება ძალიან კარგად ფარავს გადაკვეთილია. ხო, გადაკვეთილია, ძალიან კარგად ფარავს საკითხებს და ერთად უკეთეს შედეგს ვაღწევთ ხოლმე, ვიდრე და ცალ-ცალკე ამ სფეროებში და ნუ მოკლედ რომ არ დაგიმალოთ ძალიან ბევრი ვეძებეთ და საბედნიეროდ ქეთიზე კარგი სპეციალისტი ვერ აღმოვაჩინეთ ამ მიმართულებით და ძალიან გაგვიმართლა ქეთისთან შეხვედრით. კეთილი იყო შენი ფეხი როგორც DPT-ში ის ბიზნეს ხო, DPT-ში დიდი ხანია ქეთის ფეხი და მოკლედ გადავწყვიტეთ რომ საინტერესო მიმართულება რაც პრაქტიკაში შეგვხვედრია შრომის ინსპექცია როგორ ატარებს შემოწევებს, რას აქცევენ ყურადღებას, რა საკითხებს განიხილავენ და ზოგადად როგორ უნდა იყოს მოწესრიგებული შრომითი ურთიერთობა, დღეს ისე მოვიტანეთ, რომ ცოტა უფრო ბიზნესის მხრიდან დავანახოთ უფლებრივი ნაწილი, ბიზნესს რა უნდა ქონდეს გაკეთებული, ვიდრე განსხვავებით წინა გადაცემისგან, სადაც შრომით სამართლებრივ ურთიერთობებზე ვისაუბრეთ, ოღონდ იქ ვისაუბრეთ დასაქმებული პირების უფლებრივი მდგომარეობიდან გავდი. ეხლა შევაბრუნეთ რა კომპანიამ რა უნდა გააკეთოს, რომ ეს დაიცვას, რა თქმა უნდა, მიემართება ისე უფლებებს და აქვე ვიტყვი, რომ ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. ბევრმა ვკითხა დღევანდელ გადაცემაზე, ბევრმა მოიწერა, ბევრმა სად გიყუროთ და სად გისმინოთ, მათ შორის აი წეღან მივიღე შეტყობინება და შეკითხვაც მოგწერა იმ ადამიანმა, რომელსაც შემდეგ გავაჟღერებ და უკავშირდება ჩვენ თემას. ვეცდები გავაჟღერო და პასუხი გავცეთ რა. დავიწყოთ ბარემ. რა თქმა უნდა. საუბარი ქეთი, კიდევ ერთხელ გამარჯობა. ამ საკითხზე საუბარი დავიწყოთ შემდეგი შეკითხვიდან, რა კომპეტენცია აქვს შრომის ინსპექციას და გავმიჯნოთ ორი საკითხი. და აქვე ვთქვათ, რომ შრომით სამართლებრივი ურთიერთობა განსხვავდება შრომის უსაფრთხოებისგან, ხომ? ასე არის? შრომითი უფლებების ნაწილი და შრომის უსაფრთხოება. და ვისაუბროთ შრომითი უფლებების ნაწილზე დღეს და აქ შრომის ინსპექციის კომპეტენციაზე. კი ბატონო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. ასევე მივესალმები თქვენს მსმენელს. შრომის ინსპექციის სამსახური არის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების ზედამხედველობას. შრომის ინსპექციის სამსახური საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის და ექვემდებარება ჯანდაცვის სამინისტროს.
შრომის ინსპექციის სამსახური ძირითადად ორი მიმართულებით ახორციელებს თავის მანდატს, ანუ უფლებამოსილებას, შრომის უსაფრთხოების მიმართულება და შრომითი უფლებების მიმართულება, შრომის კოდექსით რეგულირებული, ასე ვთქვათ, უფლებები, რაც არის, ანუ შრომითი უფლებების მიმართულება. ეს ორი განსხვავებული, ასე ვთქვათ, სხვადასხვა კანონი არის და სხვადასხვა კანონზე ვრცელდება მისი მანდატი. თვითონ უკვე შრომითი უფლებების მიმართულება ასევე იყოფა და მოიცავს, ასე ვთქვათ, მაგალითად დისკრიმინაციის ნაწილი, მიგრაციის ნაწილიც, იძულებითი შრომა და ასე შემდეგ. თვითონ შრომის ინსპექციის მანდატზე, ანუ შრომითი უფლებების მიმართულებით, შედარებით მოგვიანებით 2021 წლიდან აქვს მანდატი მინიჭებული. და 2021 წლიდან უკვე ინტენსიურად დაიწყო კომპანიების შემოწმება და დასაქმებულთა შრომითი უფლებების, ასე ვთქვათ, კონტროლი. კეთი, ჩაგეკითხებით თან, შემოწმების დაწყების საფუძველი შრომის ინსპექციისთვის ამ მიმართულებით რა არის? კი ბატონო. გეგმურია, თვითონ იღებს გადაწყვეტილებას ვინ შეამოწმოს თუ შეტყობინება განცხადებაზე არის დამოკიდებული? კი ბატონო. ინსპექტირება შეიძლება განხორციელდეს როგორც გეგმურად, ასევე საჩივრის საფუძველზე და ასევე საკუთარი ინიციატივითაც, აი მაგალითად მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია და არსებობს უკვე დასაბუთებული და ობიექტური, ასე ვთქვათ, ეჭვი ჩნდება, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს დასაქმებულის შრომითი უფლებების დარღვევას. ან თუნდაც ცხელხაზზე შემოვიდა შეტყობინება, ან მეილის საშუალებით, ან Facebook-ის საშუალებით, ანუ ნებისმიერი ფორმით ინფორმაციის შეტყობინების მიღებაც შესაძლებელია გახდეს ინსპექტირების დაწყების საფუძველი. მე მგონი ბიზნესის დარწმუნებულია ამაში, რომ ძალიან ხშირად ატარებენ შევაწებებს, როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე ამ ფორმით და ხო, აუცილებლად მე დარწმუნებული ვარ, თუ ისეთი მნიშვნელოვანი კომპანია შეხება ექნებოდა ამ დრომდე შრომის ინსპექციასთან, ან მომავალში ექნება. ოღონდ აქ ერთ შეკითხვა რა მაქვს. თუ შემოვიდა შრომის ინსპექცია შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შემოწმებას და იქ დოკუმენტაციაში ან ასე შემდეგ პროცესებში ეჭვი გაუჩნდა შრომითი უფლებების დარღვევაზე, ეს შეიძლება გახდეს საფუძველი, რომ მეორე წარმოება დაიწყოს ამ მიმართულებით? კი ბატონო, და ასევე შრომითი უფლებების მიმართულებით, როდესაც ხორციელდება შემოწმება და იქაც თუ ინსპექტორები, ანუ ვიზუალური დათვალიერებით, ეხლა სამშენებლო ობიექტზე შედის და ანუ ცალსახა არის, რომ კრიტიკული შეუსაბამობა არის, ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, ვალდებულება გააჩნია, რომ ინფორმაცია მიაწოდოს უშუალო ხელმძღვანელს და უკვე შემდგომ ამასთან დაკავშირებით, ანუ ინსპექტირების დაწყების თაობაზე, ინსპექტირების ფარგლები და ყველა, ვთქვათ, ამ დეტალზე, ვადებთან მიმართებითაც და ასე შემდეგ, გადაწყვეტილებას იღებს მთავარი შრომის ინსპექტორი, ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი. შვენით. მოდი გავყვეთ მაშინ ინსპექტირებას და დავუშვათ დაიწყო ინსპექტირება. მოკლედ ჯერ პრაქტიკასაც გეტყვით ჩვენ რა შემთხვევები ქონია, ვისთან არ თანამშრომლობთ და როგორ თანამშრომლობთ, მე მგონია რომ ეფექტიანად და კარგად თანამშრომლობთ. ყოველ შემთხვევაში მე არ მახსენდება შემოწმება, სადაც უკმაყოფილება ჩვენი მომხარებელი, იმიტომ რომ მართლა ობიექტურად ვიძახი კვალიფიცირებად, მეც როგორც ობიექტური დამკვირვებელი ისე ვიძახი ამას. რას ითხოვენ, რა დოკუმენტაცია უნდა გქონდეს ამისთვის ორგანიზაციას მზად და როგორ უნდა შეხვდეს ამ პროცესს, იმიტომ რომ გამოცდილებიდან გამომდინარე რომ ვისაუბროთ, თუ კი ამ საკითხს ვაწესრიგებთ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის გვაქვს ესეთი წინასწარი ინფორმაცია კომპანიისგან, რომ იდეალურად აქვს ყველაფერი გაკეთებული და ხელშეკრულებები და შინაგანი წესი საოცრად კარგად გაკეთებული, არასდროს ასე არ არის. და რედაქტირება გვიწევს ხოლმე. ხო, რედაქტირება გვიწევს იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც გაგვაჩნია და უკვე იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რასაც პროცესებში ვაგროვებთ. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ უნდა შეხვდეს ობიექტი მზად შემოწმებას? კი ბატონო. მაშინ უმჯობესი იქნება გავყვეთ გეგმიური ინსპექტირების ნაწილს. ზოგადად ორი სიტყვით ვიტყვი მაყურებლისთვისაც, რომ უფრო ცხადი იყოს. ინსპექტირება, როგორც ვთქვით, გეგმურად და არაგეგმურად შეიძლება განხორციელდეს და შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ნაწილობრივ, ანუ კონკრეტულ შრომით უფლებასთან მიმართებით მოხდეს შესწავლა, ასევე სრული ინსპექტირება. ძირითად შემთხვევებში გეგმური ინსპექტირება, როდესაც ტარდება, არის სრული ინსპექტირება და სრული ინსპექტირება მოიცავს კი ბატონო, საჩივარი შეიძლება კონკრეტულ საკითხს მიემართებოდეს, ან
პირობითად ერთ კონკრეტულ დასაქმებულ საწს, ანუ ნაწილობრივი კიდე შეიძლება ჩაიშალოს, ასე ვთქვათ, მისი ფარგლები ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სამართლებრივი აქტით, ანუ ბრძანებით, რის საფუძველზეც იწყება შემდგომ უკვე ინსპექტირება. მოდი შეგაწყვეტინებ, გეგმურზე საუბრობდი, მაგრამ აქ მიჩნდება შეკითხვა ფარგლებთან დაკავშირებით. შეუძლია თუ არა შრომის ინსპექციას, ანუ ფარგლები რომ ახსნათ მაყურებლისთვის და მსმენელისთვისაც, როდესაც მოდის ინსპექცია შემოწმებაზე, გეუბნება რომ აი რაღაც საკითხს ვამოწმებ, მაგალითად ჯონის შვებულებასთან დაკავშირებულ საკითხს და ესტერია ბრძანებაში, ხომ? შემოწმების დაწყებითიც იწყება, რის საფუძველზეც იწყება. მოდით სანამ აქ საკითხზე გადავალ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ძალიან არსებითი და მნიშვნელოვანი საკითხი არის ეს შრომის ინსპექციის სამსახური რა პრინციპებზე დაყრდნობით ახორციელებს ინსპექტირების პროცესს და ერთ-ერთი ამოსავალი პრინციპი არის კონფიდენციალობა. კონფიდენციალობა ინსპექტორს, რომელიც არის ინსპექტირების განმახორციელებელი პირი, ევალება რომ დაიცვას სრული კონფიდენციალობა როგორც საჩივრის ავტორთან მიმართებით, არა მხოლოდ ის რომ თქვა საჩივრის ავტორის ვინაობა არ გაამჟღავნოს, ზოგადად რომ საჩივრის საფუძველზე იწყება ინსპექტირება, ესაც კი არ უნდა გაამჟღავნოს თუ თვითონ საჩივრის ავტორი არ მოხსნის კონფიდენციალობას. ეს არის ანონიმურია ყველა ვარიანტში მსგავსი. ანონიმური არა, შენთვის არ ხდება ცნობილი. ის იცავს კონფიდენციალურობას ინსპექცია. კანონი იცავს დასაქმებულის კონფიდენციალობას, ვინაიდან შრომითი ურთიერთობა თავისი ბუნებიდან გამომდინარე არის დაქვემდებარებულ მდგომარეობაში იმყოფება დასაქმებული. თუნდაც აი ამ კუთხითაც კანონი მას იცავს, რომ თავისი უფლებების რეალიზების კუთხით, ანუ თუ უფლება დაერღვა, რომ არ კონდეს შემაკავებელი, ასე ვთქვათ, რაღაც ფაქტორები, რომ შემდგომ უკვე უარეს მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს დამსაქმებლის მხრიდან ან შევიწროებული ან ასე. აი როგორი იკვლევს მე ამ ყველაფერს? ეგ ძალიან საინტერესო პროცესია. მაგაზე გადავალთ, გავყვებით მაგ საკითხს, უბრალოდ მე მგონი ობიექტებისთვის საინტერესოა რა. როდესაც შრომის ინსპექცია მოდის შემოწმებაზე, მეუბნება ზოგადად მაინც ხომ რა საკითხი უნდა გამოიკულიოს. აუცილებლად. საკითხი თვითონ შემოწმების ფარგლებს აუცილებლად აკონკრეტებს თვითონ სამართლებრივ აქტშიც, ანუ ბრძანებაში. ანუ როდესაც ინსპექტორი შედის შემოწმებაზე, აუცილებლად წარადგენს ბრძანებას, ანუ ბრძანება არის ინსპექტირების დაწყების საფუძველი. ჩემი შეკითხვა რას მიემართებოდა, მე მგონი არ გაგვიკვირდება და ჩვენ შეგვხედრია ეგეთი ფაქტი. რამდენად არის უფლებამოსილი შრომის ინსპექცია გაცდეს ბრძანებაში მითითებულ ფარგლებს, მაგალითად ამოწმებს შვებულებებს, მაგრამ შემოწმება გაავრცელოს სხვა პროცესებზე. კი ბატონო. ზოგადად ინსპექტირების პროცესი მოიცავს ბევრ, ასე ვთქვათ, კომპონენტს, იგივე დოკუმენტაციის გაცნობა იქნება, ადგილის დათვალიერება იქნება, ასევე დასაქმებულებთან გასაუბრება. მე შესაძლებელია, ანუ დასაქმებულებთან გასაუბრებაც არის კონფიდენციალური. მე შესაძლოა ვიკვლევ შვებულების ნაწილს და გასაუბრება მაქვს დასაქმებულებთან, მაგრამ მათ თავისი ინიციატივით პირობითად გამიზიარონ თავისი გულის ტკივილი, რომ მაგალითად ხელფასი არ აუღიათ რამდენიმე თვის განმავლობაში. ამ პირობითად ზეგანაკვეთურად უწევთ მუშაობა და ამაზე თქვათ ანაზღაურებას არ იღებენ. ან სხვა ბევრი შრომითი უფლების დარღვევაზე მე თვითონ ინსპექტირების პროცესში ეს ინფორმაცია მივიღო. რა თქმა უნდა, ინსპექტორს ევალება, რომ ამაზე რეაგირება მოახდინოს, მაგრამ ხდება, ანუ ცვლილების შეტანა ბრძანებაში, დასაბუთებულად. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ანუ დასაბუთებული უნდა იყოს, თქვა, ინსპექტირების ფარგლების გაზრდაც, რომ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, ამ კუთხითაც არის ასე. და ეს ძალიან ხშირი არის პრაქტიკაში, რომ ერთ კონკრეტულ საკითხზე შესაძლოა დაიწყოს ინსპექტირება და შემდგომ ფარგლები გაფართოვდეს. კეთი, ამ დროს კომპანიას შეუძლია მაგალითად მოვიდა შემოწმებაზე, შემოწმების ფარგლები არის ანაზღაურება, ხელფასი და კომპანიამ ჩათვალა, რომ ინსპექციის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ცდება იმ ფარგლებს, რასთან დაკავშირებითაც შემოწმება მიმდინარეობს. შეუძლია ეს მითითება გაუკეთოს ინსპექციას, რომ თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ცდება ფარგლებს თუ ეს შეფასება თალიანად ინსპექციის მხარეს არის რა დოკუმენტია მნიშვნელოვანი შემოწმებისთვის. არა, ეს მითითება რა თქმა უნდა შეუძლია. თვითონ ინსპექტირების პროცესში ინსპექტორი იმდენად ორიენტირებულია იმ კონკრეტულ საკითხზე, ანუ ძალიან მე არ მახსენდება მსგავსი შემთხვევა, რომ
ფარგლებს გაცდეს. იმიტომ რომ თუ ხდება გაფართოება, როგორც თქვი, აუცილებლად თვითონ თანხმდება ხელმძღვანელობასთან და ამაზეც მთავარი შრომის ინსპექტორი იღებს გადაწყვეტილებას, რომ გაფართოვდეს, ასე ვთქვათ, ინსპექტირების ფარგლები, მაგრამ თუ მსგავს შემთხვევას ექნება ადგილი, რა თქმა უნდა, კომპანიას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავისი უფლებები დაიცვას და მითითება გააკეთოს, ანუ კომპანიას არ აქვს ვალდებულება წარადგინოს იმ ტიპის დოკუმენტაცია, რასაც იმ კონკრეტულ кейსში არ არის შემოწმების საკანი. კი, მაშინ დაუბრუნდით ძირითად საკითხს, გეგმურიდან დავიწყეთ სტანდარტულ პროცესს რო გავყოლოდით და ვსაუბრობდით როგორ უნდა შეხვდეს კომპანია მზად შემოწმებას და აბა კი ბატონო. და თქვენ ახსენეთ დოკუმენტაციის ნაწილი და მაგით დაიწყება ხო ალბათ მოიქოს ინფორმაციას. კი ბატონო. ძალიან მოკლედ ვიტყვი მაშინ თვითონ ინსპექტირების პროცესიც, ხო? სანამ დოკუმენტაციას გამოითხოვს ინსპექტორი, მანამდე ხდება ადგილზე შემოწმება. ნუ შესაძლებელია დისტანციური ფორმითაც დაიწყოს ინსპექტირების პროცესი, მაგრამ ძირითად შემთხვევაში მაინც ადგილზე შემოწმებით კეთდება, ვინაიდან, ვთქვათ, უფრო მეტ ინფორმაციას იღებს ინსპექტორი. დისტანციურად გულისხმობთ, რომ გამოითხოვა უბრალოდ. დისტანციურად წერილობით მიმართავს, რომ დაწყებულია ინსპექტირება, გაუგზავნეს, ვთქვათ, შესაბამისად ბრძანებას და ამის საფუძველზე გამოითხოვს დოკუმენტაციას. ინსპექტირების, გეგმური ინსპექტირების ნაწილი და თვითონ კომპანია როგორ უნდა იყოს მზად ინსპექტირებისთვის, აქ მხოლოდ დოკუმენტაციის ნაწილი არ არის, მთლიანად HR ადმინისტრირების პროცესი. ძალიან ხშირ შემთხვევებში, აი როცა გქონია რომ გამართული არის, სამართლებრივი კუთხით აქ უკვე HR-ები აწყდებიან პრობლემას. ვინაიდან თვითონ დამსაქმებელი არის ვალდებული, რომ ორგანიზაციული მოწესრიგება ყველა საკითხის გააკეთოს თავად დამსაქმებელმა. ანუ ერთგვარად შეიმუშაოს ყველა ტიპის დოკუმენტაცია და ასე შემდეგ. და უკვე როდესაც ინსპექცია შედის ინსპექტირებაზე და ითხოვს ცალკეულ დოკუმენტაციას, ასევე ინფორმაციას და ეს ყველაფერი არ არის დოკუმენტირებული, ან დოკუმენტირებულია, მაგრამ HR ადმინისტრების პროცესი არ მიყვება დოკუმენტაციას. ანუ პრაქტიკა სხვანაირია, უბრალოდ დაწერილი დოკუმენტები არსებობს, ესაც სერიოზული, ასე ვთქვათ, რისკის წინაშე აყენებს კომპანიას. ეს ძირითადი დოკუმენტებია და თუ შეგიძლია, აი რა რისკები? ხო, რა რისკები და მინიმალურ დონეზე რა გარემოებები უნდა იყოს ამ დოკუმენტებში აუცილებლად გათვალისწინებული. ნუ ბუნებრივია, მე პრაქტიკასთან შესაბამისიც, მხოლოდ პროცესზე დაწერილი არ არის, რა თქმა უნდა, შესაბამისობა. როგორც ვახსენე, გეგმიური ინსპექტირების ფარგლებში სრულად მოწმდება, ანუ ყველა შრომითი უფლება, რაზეც მანდატი გააჩნია შრომის ინსპექციის სამსახურს და აქვე დავკონკრეტებით დავიტყვი, რომ გათავისუფლების საკითხებს შრომის ინსპექციის სამსახური ვერ სწავლობს. ასევე ვთქვათ, საწარმოს გადაცემის საკითხები და მასობრივი დათხოვნის შემთხვევები, გამონაკლისი რამდენიმე მუხლი არის, რაზეც სასამართლოს აქვს უშუალოდ კომპეტენცია, რომ განიხილოს. დაწყებული წინასახელშეკრულება ურთიერთობიდან, აი ვაკანსიები რომ აქვს კომპანიას გამოცხადებული, ვაკანსიის ტექსტსაც კი ითხოვს შრომის ინსპექციის სამსახური და ამოწმებს წინასახელშეკრულებო ეტაპზეც დამსაქმებელი რამდენად იცავს კანონის ნორმებს. მაგალითად, ხომ არ აქვს დისკრიმინაციული, ასე ვთქვათ, გადახედა ეხა ხალხმა თავის ვაკანსიებს განცხადებებს. ხო, ხშირად შეხვედრია ხო პრაქტიკაში, რომ ეძებს მხოლოდ და ეს მაღალჭანიან ფიჩებს და სხვას არ აიყვანს სამსახურში. კი ბატონო. ასევე და გაგრძელებული უკვე, რა თქმა უნდა, შრომითი ხელშეკრულებები, შრომის შინაგანაწესი და მცირე ბუღალტერია, სახელფასო უწყისები, ხელფასის ჩარიცხვის დოკუმენტაცია, სახელფასო უწყისებში მოთხოვნილი არის დეტალურად მთლიანად ჩაშლა, ვთქვათ, რა ანაზღაურება გაიცა დასაქმებულზე და ზეგანაკვეთურის ჩარიცხვის ნაწილი, სამუშაო დროის აღრიცხვის დოკუმენტი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ანუ ინსპექტირების პროცესი თუ გინდა რომ არსებითად გამოკვლეულად ჩაატარო, ანუ ამ დოკუმენტის გარეშე ძალიან რთულია, ვინაიდან ეს არის, ანუ აღწერს ყველა, ვთქვათ, მონაცემს, ანუ ზეგანაკვეთურად რამდენი იმუშავა, როდის, ვთქვათ, კეთი აქ შეიძლება შეგატყეტინო რა, ნახე, ეს არის საუბარი, ვისაც დანერგილი აქვს ეს სისტემა, ხო? ანუ პირობითად მოსვლა წასვლის სისტემა და ასე შემდეგ.
და როცა საუბარი არის პირობითად რაღაც სავაჭრო ობიექტებზე და ასე შემდეგ, სადაც ეს სისტემა არ არის დანერგილი. მან როგორ მოითხოვება, ანუ კანონი როგორ მოითხოვს იმას, როგორ უნდა აღრიცხოს ამ კომპანიამ კი ბატონო. თანამშრომლის, ასე ვთქვათ, სამუშაო დრო. სამუშაო დროის აღრიცხვა ყველა თუნდაც შესვენება ორგანიზაციას ხო, რომელიც ეკუთვნის ნებისმიერ ადამიანს სამსახურში, ხო? ესაც ამ დოკუმენტში აღირიცხება შესვენების დროც. სამუშაო დროის აღრიცხვის დოკუმენტის წარმოება სავალდებულოა ყველა კომპანიისთვის და ყველა დამსაქმებლისთვის და დამსაქმებელი შეიძლება ფიზიკური პირიც იყოს და სავალდებულო არ არის რომ იყოს რაღაცა ელექტრონული სისტემების საშუალებით ხორციელდებოდეს ჩვეულებრივად, ანუ მატერიალური ფორმითაც შესაძლებელია რომ იწარმოებოდეს. ამ დოკუმენტის ფორმა დამტკიცებული არის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით და ამ ბრძანებით განსაზღვრული არის ყველა სავალდებულო რეკვიზიტი. საკმაოდ ბევრი რეკვიზიტი არის გათვალისწინებული და ეს ბრძანებავე უთითებს, რომ აუცილებელი არის, რომ იმისთვის, რომ დოკუმენტი არ დახარვესდეს ინსპექტირების პროცესში, ზედმიწევნით ყველა, ასე ვთქვათ, მონაცემი აღირიცხოს, მათ შორის პირობითი აღნიშვნებიც განსაზღვრული არის ამ ბრძანებით და სავალდებულო არის, რომ აი მაგალითად გაცდენა G სიმბოლოთი იყოს აღნიშნული. ეს რამდენი ხანი არის სავალდებულო, რომ კომპანიამ შეინახოს ეს მონაცემი? 1 წლის განმავლობაში უნდა შევინახოთ. ანუ ყოველ თვე, ანუ მომდევნოთვის, არაუგვიანოს მომდევნოთვის 10 რიცხვის ეს დოკუმენტი უნდა დაიხუროს. ანუ დოკუმენტის დახურვა გულისხმობს, რომ ხელმოწერილი ფორმით იყოს ოფიციალური სახით ეს დოკუმენტი კომპანიაში შენახული და ასევე გააცნოს მონაცემები დასაქმებულს. თუ დასაქმებულს არ გააცნობს დამსაქმებელი სამუშაო დროის აღრიცხვის დოკუმენტს, ასეთ შემთხვევაში ამ დოკუმენტში ასახული მონაცემების ვალიდურობის საკითხი სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და ინსპექტირების პროცესში უკვე მტკიცების ტვირთი გადადის დამსაქმებელზე. აი მაგალითად დასაქმებული ამბობს, რომ მე ვიმუშავე მაგალითად 20 საათი ზეგანაკვეთურად, მაგრამ არა მინაზღაურა და დამსაქმებელი წარმოადგენს აღრიცხვის დოკუმენტს, სადაც ზეგანაკვეთურად საათები არ უფიქსირდება, თუმცა ეს დოკუმენტი დასაქმებულს გაცნობილი არ აქვს. იცით, პრაქტიკაში როგორც წესი, რა შეგვიძლია, როგორ ხდება ხოლმე ამ დოკუმენტის გაცნობა თანამშრომლებისთვის? ეხლა უკვე ძირითად შემთხვევებში თუ აქვთ ელექტრონული სისტემები თვითონ ამ სისტემის საშუალებით დასაქმებულს ეცნობა, მაგრამ თუ მატერიალური ფორმით ხდება წერილობითი, ასე ვთქვათ, აი ესეთი კითხვა გამიშთა, თუ აღრიცხვა ხდება ელექტრონულად, ანუ მაინც საჭიროებს დამატებით კიდე რაღაც დოკუმენტის ხელმოწერას, ან აუცილებლად გაცნობა სავალდებულოა. ანუ ელექტრონულად მონაცემების აღრიცხვა არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ან თუნდაც ანუ დასაქმებულს უნდა გავაცნოთ, ანუ შესაძლებელია რაღაც მონაცემს ის არ ეთანხმებოდეს. თუნდაც ელექტრონულად აღრიცხოს, ხო? შესაბამისად, აი ძირითადად ხა აი ელექტრონულად სისტემურად აღრიცხვის ნაწილიც რას ამარტივებს ხომ, რომ თქვა დაჯამებული მონაცემები სწორად გადაიტანოს და ამ კუთხით ნაკლებად ის იყოს, მაგრამ ძირითად შემთხვევაში მაინც საჭიროებს ხოლმე თქვათ ადმინისტრატორის მხრიდან ვინც იქნება HR-ი, რომ იქ მონაცემები, ასე ვთქვათ, ზუსტად შეიტანოს. აი მაგალითად შვებულების საკითხი, იქნება ბიულეტინის საკითხი, იქნება ან ასე შემდეგ გაცნობის ნაწილი ყველა შემთხვევაში სავალდებულოა. მეგობრებო, ესეც საკითხია, რომ ძალიან კომპლექსურია რა და ნებისმიერ კომპანიას ჩემი თქმით სჭირდება რამოდენიმე, ასე ვთქვათ, პროფილის ადამიანი, რომ ეს ყველაფერი მოაგვაროს. კითხვა მაქვს თქვენ პირდაპირ. DPT Consulting შეუძლია ეს, მოდი ესე ვთქვათ, პრობლემა იქნება თუ ეს საკითხი სრულად აიღოს თავის თავზე კომპანიაში, ნებისმიერი პროფილის ზომის კომპანიაში და მართოს ეს პროცესი და მოამზადოს თუნდაც სამომავლო შემოწმებისთვის. ანუ ყოველთვის იყოს მზად. კი, ხო, ნუ იდეა ექონდა რა. იდეა ექონდა. სრულად შეგიძლიათ აუთსორსზე აღება ამ სერვისის, ხო? იდეა ექონდა ერთი შრომის უფლებებზე, მე დაგჭირდა შრომის უსაფრთხოება, შრომის უსაფრთხოება დაგჭირდა დავიმატეთ და მონაცემთა დაცვა და ეხლა კავშირი რო დავანახო და შენს დაგანახო. რა კავშირია? ძალიან დიდი კავშირია, მაგრამ პრაქტიკული გამოყენება რა არის? მოკლედ ვიყიდე მე კომპანიამ სოფტი, რომელშიც დასაქმებულ პირს ვაცნობ ყველაფერს, მათ შორის ნამუშევარ დროის აღრიცხვაცაც იქ ვაკეთებ. ერთი, რა თქმა უნდა,
ქეთის შეფასების კომპონენტი იქნება რამდენად ამ მიმართულებით სწორად არის აქ ყველაფერი გაკეთებული და მეორე აქეთ ხარეს მონაცემთა დაცვის ხარეს შეფასება მათ შორის იმისაც გაკეთება რამდენად გამჭვირვალე არის ამ პროდუქტში პროცესები და რამდენად მარტივია აღსაქმნელად ეს დასაქმებული პირისთვის. ანუ ამას უკვე თქვენ ადგენთ, ხო? ანუ თქვენი აუდიტის ერთობლივად, იმიტომ რომ მისი კომპეტენციაც არის და მონაცემთა დაცვის კომპეტენციაც კი. ხო, ეს ერთი. მეორე ნაწილი ქეთიმ თუ შეიძლება ხელშეკრულება ნახოს და უფლებრივი ნაწილი დასაქმებულის იქ როგორ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებაში იმაზე მისცეს მითითება მეორე მხარე აქეთ კიდევ მონაცემთა დაცვის მიმართულებაზე რა ინფორმაციას როგორ და სწორად აწვდის თუ არა დასაქმებულ პირს. მაგალითად, ერთი მაგალითი რო ავიღოთ. რამდენჯერმე ყოფილა პრობლემა მოუმართავს ადამიანს, რომ ელექტრონული პოსტა შემიმოწმა დამსაქმებელმა. რომელიც სამსახურებრივი გამოყენების არის და უნდა შევთანხმდეთ ახლა და შევისწავლოთ საკითხი, ქონდა თუ არა დამსაქმებელს ამ ფორმით დასაქმებულის პირად ცხოვრებაში. მათ შორის ჩარევის უფლება მიუხედავად იმისა, რომ სამსახურებრივი გამოყენების იყო ეს ელექტრონული პოსტა. ხო, ამიტომ დოკუმენტურ დონეზე და მე რა თქმა უნდა, ნახეთ ყველაფერს აქ ორგანიზაციული და ტექნიკური ზომა. ორგანიზაციულია ის თუ როგორ გაქვს მოწესრიგებული და ტექნიკურია ის თუ ამას როგორ აღასრულებ პრაქტიკაში და ჯერ რა თქმა უნდა წესებზე და პირობებზე თანხმდებით, როგორ თანამშრომლობთ, როგორ ურთიერთობთ და მე ეს გადმოგვაქვს პრაქტიკაში. და რა თქმა უნდა იმ დოკუმენტში ვწერთ იმას, რის გაკეთებაც შეგვიძლია, თორემ აზრი არ აქვს იქ რა ეწერება ამას თუ ვერ გავაკეთებ, ხო? წეგან შენც ამბობდი ბოლომდე ესე გასრულების ნაწილი. როდესაც ვაუბრობ, შენც ამბობდი, რომ დაწერილი წესები კარგია და პრაქტიკას მიყვები, ხო? დაწერილი წესები კარგია, პრაქტიკას მიყვები და პრინციპებიც მნიშვნელოვანია ამ წესებს როგორ ადგენ და როგორ მიყვები რა. ამიტომ აი ეს კავშირი და ეს ჯაჭვი ამ სამში და ნუ კიდევ სხვა მიმართულებებში ისეთი როგორც არის ინფორმაციული უსაფრთხოება და სხვადასხვა ტიპის უსაფრთხოებები, ეს კომპლექსი არის არსებითად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შეიძლება ჩემმა კონტრაქტორმა რაღაც პროდუქტი იყიდოს, რომელიც ცალმხრივად შევაფასე, მაგრამ ეს ცალმხრივი შეფასება არ იყოს საკმარისი თუ სხვა კრიტერიუმები და კომპონენტებიც არ იქნება გათვალისწინებული და ძალიან მნიშვნელოვანია მოკლედ კომპლექსურად რაღაც საკითხების შეფასება. აბსოლუტურად ამ მომწურავი პასუხი იყო ჯონი. მადლობა. მადლობა შეკითხვისთვის. ქეთისთან რო გადავიდე ახლა ისევ შეკითხვით, ქეთი მოდი ვისაუბროთ შემოწმების ობიექტებზე. როდესაც ადგილზე მოდის მაკონტროლებელი ორგანო, ადგილზე ატარებს შემოწმებას. რისი უფლება აქვს შემოწმების ობიექტს და მე იმ შეკითხვაზე გადავალ, რაც მომწერს ცოტა კომპლექსურია და მე მგონი სიღრმისეულად არ და ვერ უპასუხებთ ახლა. თუმცა განვიხილოთ. თვითონ კომპანიას რა უფლებები აქვს? ზოგადად ეს ინსპექტირების პროცესი არის წარმოება, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და ასეთ შემთხვევაში კომპანია არის ადმინისტრაციული წარმოების მხარე. და როგორც ადმინისტრაციული წარმოების მხარეს აქვს თქვათ დოკუმენტაციის გამოთხოვის უფლება, ინფორმაციის მიღების უფლება, წარადგინოს თავისი, ასე ვთქვათ, განმარტებები, თვითონ ინსპექტირების პროცესიც ძალიან კომპლექსურია, ხო, აი ვთქვათ, დოკუმენტაციის გამოთხოვის შემდგომ არ ხდება ისე, რომ უბრალოდ წაიკითხა და იქ რაღაცა შეუსაბამო აღმოაჩინა და ავტომატურად დაწერა მითითება, ხო, დარღვევა. რა თქმა უნდა, ანუ ეს არის ორთვიანი წარმოების პროცესი არის ძალიან კომპლექსური. შეიძლება ადგილზე დაბარებაც მოხდეს უკვე შემდგომ ინსპექციაში ჩაკითხვა ვთქვათ საკითხებზე განსაკუთრებით შრომითი უფლებების მიმართულებით, რაზეც მე მაქვს ასე ვთქვათ გამოცდილება ამ კუთხით იმდენად წვრილმანად მოწმდება ყველა საკითხი და თითოეული თეთრი იმდენად გაშიფრული არის ინსპექტორის მიერ, კი, აი იმდენად ისეთი პროცესი არის, რომ აი ორთვიანი ინსპექტირების პროცესი თვითონ დამსაქმებლისთვისაც ძალიან დამღლელია, აი რესურსის თვალსა ძალიან ბევრჯერ მქონია მე პრაქტიკაში შემთხვევა, რომ ანუ რეალურად მათი ადმინისტრირების პროცესიც ანუ მნიშვნელოვნად ერთგვარად ანუ ფერხდება, რა ვიცი რამდენად შეიძლება ესე ვთქვა, მაგრამ იმდენად ჩართულები არიან.
ან ინსპექტორიც იმდენად შეკითხვაზე სანამ გადავალ, მანამდე ერთ რაღაცას ვიტყვი, ყველაზე კარგი პრევენცია, რა თქმა უნდა, წინსწრებად გაკეთება არის ამის გამართული პროცესები პრაქტიკული და ორგანიზაციული დონეზე და ასევე თანამშრომლობა საზედამხედველო ორგანოსთან. ყველა მიმართულებით არ გულისხმობ მხოლოდ შრომის ინსპექციას. თუმცა შეკითხვა შრომის ინსპექცია მოვიდა შემოწმებაზე. მაქვს თუ არა უფლება ვუთხრა, რომ მე არ ვარ კომპეტენტური შენ შეკითხვებზე გიპასუხო, დავურეკავ ჩემ კონსულტანტს და ის გაგცემთ პასუხებს, იმიტომ რომ კი გიპასუხებ, მაგრამ შეიძლება მე თვითონ ვიყო არასწორი, იმიტომ რომ არ მაქვს ინფორმაცია. კი ბატონო. თვითონ შრომის ინსპექტორიც თქვენგან არ მოითხოვს როგორც დამსაქმებლის წარმომადგენლისგან ახსნა განმარტებებს და არ შემოვა თქვენთან კომუნიკაციაში თუ უშუალოდ უფლებამოსილი წარმომადგენელი ოფიციალურად ვინც არის კომპანიის ხელმძღვანელი პირი მისგან არ მიიღებს ასე ვთქვათ ამაზე მითითებას. ნუ ეს ძირითად შემთხვევებში ხდება ხოლმე, როდესაც მოგეხსენებათ რომ შრომის ინსპექცია წინასწარი გაფრთხილების გარეშე აკეთებს ინსპექტირებას და წინასწარ არ იცის კომპანიამ რომ კი ბატონო და შესაძლებელია დირექტორი ადგილზე არ იყოს ან ვერ მოხერხდეს უშუალოდ მასთან შეხვედრა, ასეთ შემთხვევებში ყოველთვის ვთხოვთ ხოლმე ვინც იქნება წარმომადგენელი რომ დაუკავშირდეს დირექტორს და მასთან ხდება სატელეფონო წესით გასაუბრება და მისგან ასე ვთქვათ მითითება ვინ იქნება დამსაქმებლის წარმომადგენელი. თუ ასეთი წარმომადგენელი ან ვერ მოხერხდა დირექტორთან დაკავშირება ან ვთქვათ სხვა უფლებამოსილი წარმომადგენელი ადგილზე არავინ არ დახვდება, ასე ვთქვათ, ინსპექტორს, ასეთ შემთხვევაში იწყებს უკვე სამუშაო ადგილის შემოწმებას, დასაქმებულებთან გასაუბრებას და მხოლოდ დასაქმებულებისგან მოაქვს მისთვის საინტერესო ინფორმაცია და უკვე შემდგომ ხდება უკვე დამსაქმებელთან, ასე ვთქვათ, გასაუბრებაც, დოკუმენტაციის გამოთხოვა და ასე შემდეგ. რო გავიაზრო და განმარტო, დირექტორი მხოლოდ უთითებს პასუხისმგებელ პირს, ხო? შემოწმება. შეიძლება თვითონ იყოს, შეიძლება სხვა. კი ბატონო, ანუ ინსპექტორი უშუალოდ მას აცნობს, ვთქვათ, ფარგლებს და განუმარტავს, რომ ინსპექტორს ინსპექტირების პროცესისთვის სჭირდება გარკვეული ტიპის ინფორმაციის მიღება კომპანიაში შრომითი ნორმების რეგულირებასთან დაკავშირებით, ამიტომ ვინ იქნება უფლებამოსილი კომპანიის სახელით, რომ ეს ინფორმაცია ინსპექტორს მიაწოდეს, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და შეიძლება შემდგომ უკვე დავის საგანიც გახდეს, თუ კომპანიის თანამშრომელი არ იქნება ასე ვთქვათ ოფიციალურად დასახელებული როგორც კომპანიის ასე ვთქვათ წარმომადგენელი და ის გასაუბრების დროს მიაწოდის გარკვეული სახის ინფორმაციას ინსპექტორს და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით უკვე ინსპექტორი ვთქვათ დარღვევებს დაადგენს ან შეფასებას მისცემს ამ ინფორმაციას, შემდგომ უკვე შეიძლება ეს გახდეს დავის საგანი, რომ რამდენად უფლებამოსილება ამ ნაწილში ქონდა. ამიტომ ყოველთვის ინსპექტორი აქ ძალიან ფრთხილობს ხოლმე. ტექნიკური შეკითხვა, რასაც მხოლოდ იურისტები გაიგებენ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მოქმედებს შემოწმების ფარგლებში ინსპექცია თუ დამოუკიდებლად აქვს მოწესრიგებული პროცესი? კი ბატონო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რა თქმა უნდა ძირითადი დებულებები ვრცელდება, იმიტომ რომ სამართალდარღვევის საქმეა, თუმცა შრომის ინსპექციის სამსახური საქმიანობა სპეციალური კანონით რეგულირდება. შრომის ინსპექციის შესახებ ასევე არსებობს მთავრობის დადგენილება ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლის და შემოწმების წესი, სადაც აბსოლუტურად ყველა დეტალი არის ძალიან ისე გაწერილი. ეს კითხვა ბიზნესისაც ხო შეიძლება? აბა. ეტაპები, აი, როდესაც შევიდა ინსპექცია და ამ დროს რაღაცა პრობლემები დააფიქსირა. რა არის შემდეგი ეტაპები? ეს არის პირდაპირ ჯარიმა, ეს არის რაღაცა პერიოდის მიცემა კომპანიისთვის გამოსასწორებლად თუ აი რა არის? ახლა ნუ მე ყოველ შემთხვევაში ეს კითხვა გამიშლებოდა აუცილებლად. კი ბატონო. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, როდესაც პირველი ინსპექტირება არის, ძირითად შემთხვევებში თუ არ არის ისეთი მასშტაბური ტიპის დარღვევა, აი მაგალითად დისკრიმინაცია, სექსუალური შევიწროება, ან ხელფასის თვეების განმავლობაში ჩაურიცხაობა, ან მძიმე დარღვევები, მე იშვიათად მახსენდება, რომ ანუ თვითონ ინსპექცია არ არის მოწოდებული, რომ შეიძლება მეტად დააჯარიმოს ბიზნესს. კი ბატონო.
უფრო მეტად ორიენტირებული არის თქვა ცნობიერების ამაღლების კუთხით, განსაკუთრებით თავიდან, როდესაც მანდატი ამოქმედ და ამ კუთხით ძალიან აქტიურად ცდილობდა თქვა დამსაქმებლების და დასაქმებულებისთვისაც ასე ვთქვათ ინფორმაციის მიწოდებას. ძირითად შემთხვევებში პირველი ეტაპისთვის არის გაფრთხილება და გაფრთხილება ასევე თან ახლავს, ანუ სამართალდარღვევის ოქმის განუყოფელი ნაწილი არის მითითება. მითითებაში აბსოლუტურად ყველა დარღვევა პუნქტობრივად, დეტალურად არის აღწერილი და რატომ არის დარღვევა კანონთან შეუსაბამობის, ასე ვთქვათ, კუთხით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეტალური მითითება არის ასევე, როგორ უნდა გამოასწოროს კომპანიამ ეს დარღვევა. კეთი ვადაც არის მითითებული რავადაში. ხო, და არა ის, რომ ოღონდ გამოვიჭიროთ რამე დარღვევაზე. ანუ უფრო მხარდამჭერი გამოდის ამ შემთხვევაში. კი ბატონო, მე ნამდვილად ესე ვერ დავახასიათებდი ინსპექციას, რომ რაღაც მაქსიმალურად რაღაცა ორიენტირებული სანქციებზე. არა, სტანდარტს ქვეყანაში და ეს ძალიან ნორმალურია. თუმცა საკმაოდ თვითონ ინსპექტირების პროცესში არის საკმაოდ სამართლიანად, ასე ვთქვათ, მხარდამჭერია კაცრი და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ანუ ძალიან დეტალურად და ძალიან სიღრმისეულად მოწმდება ყველა საკითხი. ესე შევაფასებდი. მხარდამჭერია როგორც ამ შემთხვევაში შემოწევის ობიექტისთვის, ასევე დასაქმებული პირის უფლებების და აქ ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია და ის როგორ იცავს მაგ ბალანსს? აი, კეთიმ რას თქვა რა, თუ დარღვევა არ არის ესეთი მნიშვნელობის, რაც არსებითად აზიანებს დასაქმებულის უფლებებს, გაძლევს მითითებას, ვადასაც აძლევს გამოსწორების და მე ამოწევს კიდევ გატარებულ ღონისძიებებს, ხოსია. ამასაც აქვს რამე პერიოდულობა ამის გადამოწმების? ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ კომპანიის დამოკიდებულება საზედამხედველო ორგანოს შესავალი გაუკეთე მას. კი ბატონო, იმიტომ რომ თუ თვითონ კომპანია არ თანამშრომლობს მაქსიმალურად ქმნის ისეთ შთაბეჭდილებას, რომ რაღაც ტიპის დოკუმენტაციას კი ბატონო, თქვათ არა სრულყოფილად წარმოადგენს და აშკარად ხელს უშლის ინსპექტირების პროცესში, იმიტომ რომ ინსპექტირების ვადებიც ძალიან დეტალურად განსაზღვრულია და შესაბამისად თუ დადგენილ ვადებში არ წარუდგენს ამ დოკუმენტაციას, უკვე შემოწმებაც ისეთი ეფექტიანი შეიძლება ვეღარ იყოს და ამ კუთხით კიდე ცალკე სანქცია შეიძლება მის წინააღმდეგ გამოყენებული იყოს ხელშეშლის, ასე ვთქვათ, კუთხით. ამიტომ კომპანიის დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია. დამოკიდებულება და მითითება ცხადია შენთვის, კომპანიას გულისხმობ ობიექტისთვის გამოსწორება ცხადია ღონისძიებები, ვადაც ცნობილია და ის ციცი რომ აუცილებლად გადაგიმოწევენ ამას, ამიტომ მეტნაკლებად ეფექტიანი არის ეს რა, იმიტომ პრაქტიკაშიც გვინახავს, რომ ცნობიერება ამაღლდა მაშინ როცა ჩიამოწმეს და უიმე ესენი რა გვაქვს გაკეთებული და თავიდან იწყებენ გამოსწორებას. წეგან საუბარი დავიწყე სამართალდარღვევათა კოდექსზე და რატომ ვიკითხე, შეკითხვა ქონდა ჩვენს იმედია ისევ მაყურებელს, რომელიც ელოდებოდა გადაცემის დაწყებას. შემოწმების დროსო თუ აქვს უფლება შრომის ინსპექციას მოითხოვოს ვიდეოკამერების ჩანაწერიო ნამუშევარი დროის აღრიცხვის შესაბამისობის შემოწმების მიზნით. მოდით მაშინ ეს ძირითად შემთხვევაში შეიძლება გავყოთ. საჩივრის საერთოდ კითხვა. საფუძველზე, აი, როდესაც გეგმიური ინსპექტირების დროს შრომის ინსპექციის სამსახური ითხოვს მხოლოდ სამუშაო დროის აღრიცხვის დოკუმენტს. გავყოთ ახლა საკითხი ორ ნაწილად. შენ გვიპასუხე, აქვს თუ არა შრომის ინსპექციას უფლება მოითხოვოს ვიდეო ჩანაწერი როგორც მტკიცებულება. შევეშვათ მიღმა შრომის მიზანს. ინსპექციის სამსახურს შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების კუთხით და აი ამ თვითონ კონტროლის განსახორციელებლად რა სახის დოკუმენტაცია, ინფორმაცია დასჭირდება მათ შორის სახელმწიფო ორგანოებისგან საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამოთხოვის უფლებაც კი აქვს, ანუ საკმაოდ ფართო მანდატი აქვს იმისთვის, ანუ რაც ინფორმაციაც კი დასჭირდება, ვთქვათ, რომ მისი ზედამხედველობა ეფექტიანად განხორციელდეს. თუმცა პრაქტიკაში, ანუ ვიდეო ჩანაწერების გამოთხოვას, ანუ ვინაიდან სამუშაო დროის აღრიცხვიანობა უნდა დადასტურდეს სამუშაო დროის აღრიცხვის დოკუმენტით, რომელიც მინისტრის მიერ არის განსაზღვრული, მისთვის, ასე ვთქვათ, ინსპექტირების პროცესში გასათვალისწინებელი დოკუმენტი არის ეს. თუ თვითონ დასაქმებული წარმოადგენს ვიდეო ჩანაწერებს და ვთქვათ, თავისი პოზიციის, ასე ვთქვათ, გასამყარებლად ჭირდება, რა თქმა უნდა, წარმოების პროცესში ყველა მხარეს აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს ეს. მე ვივარაუდებ ახლა პრობლემას. გაითვალისწინებს, მაგრამ, პრაქტიკაში
ASK-ზე სამართალდარღვევათა კოდექსზე რატო გავუკეთე აქცენტი? ამ კოდექსთან თანახმად ვიდეო ჩანაწერი, ფოტოგამოსახულება არის მტკიცებულება, ისევე როგორც დოკუმენტური მტკიცებულება და საქმის წარმოების ნაწილია. მტკიცებულება ჩვეულებრივ. ეხლა ვივარაუდებ ნამუშევარი დროის აღრიცხვის მიზნით კამერებს. ვიდეო კამერების დაყენება აკრძალული არის აკრძალული არ არის, დაშვებული არ არის თანამშრომლების შესვლა გასვლის აღრიცხვის მიზნით. და რატომ? იმიტომ რომ მის უფლებაში ჩარევის ინტერვენცია არის დიდი, გამომდინარე იქიდან რომ შესვლა გასვლის აღრიცხვა ისედაც წესრიგდება სხვა რაღაცებით. და ორგანიზაცია, რომელსაც ეზარება არ უნდა შესაბამისი ზომების მიღება, აყენებს ვიდეო მონიტორინგის სისტემას სხვა დაფარული საფუძვლით, რომ უსაფრთხოებისთვის ჭირდება და რეალურად აკონტროლებს იმ ადგილს და იმ პროცესს, რომელიც უკავშირდება თანამშრომლების შესვლა-გასვლას. შესაბამისად, ნახეთ რა მნიშვნელოვანი საკითხია, თავიდან მე დავარღვიე კანონით დადგენილი წესები, იმიტომ რომ პროცესი ჩემი აზრით გამიმარტივდება, მაგრამ შევეჩეხე უარეს, რომ ჩემი თავის საწინააღმდეგო მტკიცებულება შეიძლება შევქმნა ამით. და პასუხი არის ამაში. რომ პროცესს როცა გეგმავ, ბევრ ინფორმაციაზე წვდომა თუ გონია რომ კარგია და გონიათ რომ კარგი არის, რეალურად უფრო დიდი პასუხისმგებლობაა და უფრო ჭკვიანმა ადამიანმა უწყება მან მაკონტროლებელმა, ვისაც ამაზე წვდომა შეუძლია ლეგიტიმურად და კანონიერად, შეუძლია ჩემ წინააღმდეგ გამოიყენოს. ანუ ჩემი თავის საწინააღმდეგოს ვაკეთებ იმით, რომ დასაწყისში მეგონა კარგად ვიქცეოდი. კეთი ძალიან კარგი ისტორიები გექნება დარწმუნებული ვარ. ყველაზე გავრცელებული შეცდომა რომ გვითხრა, მარტივი პრიმიტიული და ერთი ისეთი შეცდომა გვითხრი, რომელზეც არც უფიქრიათ, მაგრამ ვალდებულება არსებობს და მე მახსენდება ერთი მაგალითად სავალდებულო სამედიცინო შემოწმებების და ეგ ბევრს არ იცოდინება. პრაქტიკაში გავრცელებული ყველაზე ხშირი დარღვევები. ეგ განაკვეთურს რო ამუშავებენ არ არის ყოველ. მე მაინც გამოვყოფდი, იმიტომ რომ აქედან იწყება ბევრი დარღვევის სათავე და რაც ყველაზე ხშირად გვხდებოდა, იყო სამუშაო დროის, ნორმირებული სამუშაო დროის არასწორად განსაზღვრება, ან პრაქტიკაში როგორც აქვთ მოწესრიგებული სამუშაო გრაფიკები, ფურცელზე ეს, თქვათ, ხელშეკრულებაში სხვანაირად რეგულირდება. შესაბამისად, ინსპექცია, როდესაც ამოწმებს, ინსპექცია სწავლობს, თქვათ, შრომით ხელშეკრულებას იღებს, იქ როგორ არის ნორმირებული სამუშაო დრო განსაზღვრული, იმით ხელმძღვანელობს და ამ ხელშეკრულებაზე დაყრდნობით ამოწმებს უკვე სამუშაო დროის აღრიცხვის დოკუმენტში, როგორ აქვს ნამუშევარი. ძალიან ხშირია ხოლმე ეს შემთხვევა, რომ თქვათ, თუ იურისტები ადგენენ შრომით ხელშეკრულებას და იქ გაწერენ, თქვათ, ნორმირებულ სამუშაო დროს, მაგრამ ადმინისტრირების პროცესში ეს გრაფიკი მუდმივად ცვალებადი შეიძლება იყოს და კანონიც ესე დეტალურად სამუშაო დროის რეგულირებას არ ახდენს და ზედაზღვარს აწესებს კვირის ჭრილში და ასევე შესაძლებელია, ვთქვათ, შეჯამებული აღრიცხვის გამოყენება, ეს უკვე HR ადმინისტრირების ნაწილი არის, მაგრამ აცდენა ხდება, ანუ სამართლებრივ და უშუალოდ ადმინისტრირების პროცესში. შესაბამისად, აქედან მოდის ძალიან ბევრი რამე სათავე, ანუ ერთი ის, რომ თქვათ, ნორმირებული სამუშაო დრო არასწორად არის განსაზღვრული, ეს თავისთავად შეიძლება წარმოშობდეს უკვე ზეგანაკვეთური ანაზღაურების საკითხს და მთლიანად ყველაზე ესეთი ძირეული და ესეთი არსებითი საკითხი არის, რომ სწორად მოხდეს. ეს განსაკუთრებით ეხება უფრო წარმოების ნაწილს და აი ხა სტანდარტულად ოფისის 8 საათიანი რეჟიმისთვის ნაკლებად პრობლემურიც იქნება. ახლა შეკითხვა გამიშთა დისტანციურად ვინც მუშაობს იმათ ნამუშევარ დროს როგორ აღრიცხავენ და იგი იცი რა სიტუაცია მაინტერესებს. სერგო მჭირდები გამოდის სამსახურში ამბავი ზეგანაკვეთური როცა არის აღამოს გირეკაო რაღაცას დამჭირდი უნდა დავითვალო გასაგებია და აღურიცხო, მაგრამ მე მიმუშავე ისეთ სამსახურში HR-ის აკეთებდა ამ დოკუმენტს წარმოდგენა არ მქონდა და სულ გრაფიკში ვმუშაობდი არა და რეალურად ეგრე არ იყო. კი ბატონო, დისტანციურად ნამუშევარი დროც უნდა აღირიცხოს სამუშაო დროის აღრიცხვის დოკუმენტში და დისტანციურად შესრულებული სამუშაოც ჩვეულებრივად ითვლება როგორც სამუშაოდ უბრალოდ სამუშაო ადგილი არის განსხვავებული. და
რა იყო? ხო, ანუ ზეგანაკვეთი რა უფლება სამუშაოს დასაქმებულს შესრულება. ურეკავ დამჭირდი 2 საათით მჭირდები კი, რაღაც გამიფუჭა და ზეგანაკვეთური სამუშაო და ესაც ძალიან ხშირია პრაქტიკაში. აი ხა წინა კითხვა რაც იყო, ამის გაგრძელებაც იქნება. ზეგანაკვეთურ სამუშაოზე, აი კომპანიებს, თქვათ, შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული აქვთ ნორმირებული სამუშაო დრო ისე, რომ კვირის ჭრილში არ ცდება კი, 35-16 საათს. მაქსიმუმი რამდენია? მაქსიმუმი არის 40 საათი, თუ არა, სპეციფიკური 5 სამუშაო რეჟიმის საწარმო არ არის, სადაც 48 საათიანი, ასე ვთქვათ, კვირის ჭრილში შეგვიძლია გამოვიყენოთ ნორმირებული სამუშაო დრო, თუმცა ამასაც თავისი დათქმები აქვს და მაგაზეც ვისაუბრებ. თუ მოვასწარეთ. თუ მოვასწარეთ, ზეგანაკვეთურის ნაწილზე თქვით, რომ თქვენ დაურეკოთ სერგოს დაუთხრათ, რომ ზეგანაკვეთურად ეხა უნდა გამოხვიდე აუცილებლად და იმუშაო. მის უფლება არ გაქვს. ზეგანაკვეთური არის მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით. უნდა მოსვლა და მუშაობა. ნორმირებულ სამუშაო დროს მიღმა შესრულებული სამუშაო. თუ უნდა სამუშაოზე მოსვლა და სერგო თუ იმუშავებს ზეგანაკვეთურად, ეს ორმხრივი შეთანხმება იქნება. შესაძლებელია და თუმცა წარმოგეშვება ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ვალდებულება, რომელიცაც კანონი განსაზღვრავს, რომ უნდა იყოს ნორმირებული საათობრივი ანაზღაურების გაზრდილი ოდენობა. კონკრეტულ ტარიფს ჯერჯერობით ჩვენი შრომის კოდექსი არ გვირეგულირებს და გვეუბნება, რომ უნდა იყოს გაზრდილი ოდენობა. საერთაშორისო სტანდარტი არის 125%-იანი ანაზღაურება, ანუ 25%-იანი გაზრდილი ოდენობა, თუმცა ჩვენი კანონმდებლობა ჯერჯერობით ამ საკითხს არ არეგულირებს და აქედან გამომდინარე თავარი არის, რომ გაზრდილ ოდენობას ერთი სასამართლო პრაქტიკა იყო, სადაც უზენაესმა სასამართლომ 125%-იანი განაკვეთი თავად დაადგინა და განუსაზღვრა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა ჩვენთვის ჯერ ეს ტარიფი სავალდებულო არ არის, თუმცა იქ кейსი იყო ცოტა სპეციფიური დასაქმებულმა. დიახ, იმიტომ რომ სასამართლომ დაადგინა, რომ დასაქმებულმა იმუშავა ზეგანაკვეთურად, მაგრამ დამსაქმებელს შრომითი ხელშეკრულებით არ ჰქონდა განსაზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ტარიფი. შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტი მოიშველია სასამართლომ და სამართლიანი ანაზღაურების. ხო, ეგრე იქნება ყველა ვარიანტი, თორე ერთი თეთრი თუ გაუზარდე გაზრდილია ერთი თეთრით, მაგრამ არაფრის მომცემი არ იქნება. ერთი შეკითხვა მაქვს, აი რა არის ესეთი ფარული ვალდებულება, რომელიც არსებობს, მაგრამ ცოტა მიცის. ესეთი კითხვა, ფარული ვალდებულება. აი, ვალდებულება არსებობს, მაგრამ ფარულს რატო გულისხმობ რა? ხალხს არ აქვს ინფორმაცია, ბევრს არ აქვს ინფორმაცია, ვიღაცებს ექნებათ. მაგალითად, აი ძღოლების და სხვა სპეციფიური სამუშაოს განმახორციელებელი პირების სამედიცინო შემოწმება დამსაქმებლის ხარჯით. ეგ რამდენმა იცის მაგ ვალდებულების შესახებ, როგორ აღასრულებენ პრაქტიკაში არის თუ არა პრობლემა. დასაქმებულთა სამედიცინო შემოწმება დამსაქმებელს ახლა შრომის უსაფრთხოების ნაწილზე გადავდივართ, რომ როცა შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ხდება შემოწმება, ამ შემთხვევაში შრომის ინსპექტორები ითხოვენ პერიოდული სამედიცინო შემოწმების დამადასტურებელ დოკუმენტებს და თუ ეს ამ პირების სამუშაო სპეციფიკა შედის იმ ჩამონათვალში, იგივე მძღოლების შემთხვევაში და მათ არ აქვთ გავლილი ეს პერიოდული სამედიცინო შემოწმება, ეს უკვე ცალკე შეფასების საგანი ხდება. ეს კომპანიის სავალდებულოა? კი ბატონო და თუ ამ შემთხვევაში დაზღვეული რო იყოს ახლა თანამშრომელი და აი შრომით უფლებებზე რომ ვთქვათ, სამედიცინო შემოწმების ვალდებულება დამსაქმებელს აქვს, როდესაც ღამის სამუშაოზე ყავს დასაქმებული პირები. მაგრამ თავის ხარჯით, მაგრამ დასაქმებულის მოთხოვნით. და აი შრომითი უფლებების მიმართულებით, როდესაც ხდება ხოლმე შემოწმება. გავჩერდები. არა, დაზღვეულია რა. ანუ გამიცვლაში თუა მე თუ მოვთხოვ დამსაქმებელს, მაშინ არის ვალდებული გამიშვა. ვალდებულია რომ შესაბამისად თვითონ დასაქმებულიც როდესაც ღამის სამუშაოზე არის. ერთი საინტერესო ის ნორმატიული აქტი ვნახე ადრე. თუ ჩემთან დასაქმებულ პირს აქვს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, ვალდებული ვარ, რომ სავალდებულო სამედიცინო შემოწმება გავატარო ხოლმე. ეგეც იყო ბრძანების ნომერი აღარ. არა, თუ აქვს უფლება ცეცხლსასროლი იარაღის ტარების. აუცილებელია რა დადიოდეს, მაგრამ ეს უფლება თუ აქვს, უნდა შევამოწმო და საინტერესო ისაა, რომ რამდენი დამსაქმებელს აქვს ინფორმაცია, რამდენ მის თანამშრომელს გააჩნია ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება. ხო, ამას არ კითხულობს ალბათ არა. ხა ესე არ გამოვიდეს, რომ არაპროპორციული მონაცემი. შესრულებისთვის არ გჭირდებათ
ხო, მე მგონი სხვა ან რისკების აქ რაზეა დასაფარად, საუბარი? სხვა რისკების დასაფარად იყო ეგ ჩანაწერი ნორმატიული აქტის ბრძანების დასახელება, აღარ მახსოვს სამუშაო ჩამონათვალში. ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღის შეტანის არა, უფლებას ნახე, დამსახურებელი არ მოხდათ, არა, რომც გქონდეთ. ხო, ეგრე არ თუ წერია ფუნქციების შეტანაზე ისე. რა, ზოგადად უფლებაზე წერია, რომ თუ დასაქმებულს აქვს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება. ეს არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც სამსახურში იარაღით დადის. ეს უფლება თუ აქვს, მაგრამ უფლება აქვს. ხო, უცებ რო არ, ხო, უფლება აქვს რა და ეს მნიშვნელოვანი ამბავია. ბევრი ნიუანსი არის, სპეციფიური სფეროა ძალიან და შეკითხვაზე, ეს შეკითხვა ადრეს დავსვი. სტანდარტულად HR-ებს რამდენად აქვთ ცოდნა ყველა ამ ვალდებულების შესახებ, რომ კარგად დაარეგულირონ პროცესი. კი ბატონო. სტანდარტულად. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე არსებითი პრობლემა, აი განსაკუთრებით უკვე შრომითი უფლებების მიმართულებით, რაც უკვე შრომის ინსპექციის მანდატი შემოვიდა და შემოწმებები დაიწყო და ეს არის, ну, თქვა, სამართლებრივი კუთხით, ანუ HR ადმინისტრირების პროცესის ყველა სამართლებრივი ნიუანსი მოწმდება ძალიან დეტალურად. აქ HR-ებისთვის ძალიან რთულია თუ პროფესიით არ ხარ პირობითად იურისტი, რომ სათანადოდ სამართლებრივად გამართო თუნდაც დოკუმენტაცია, ან თუნდაც გათვალო ყველა ის სამართლებრივი რისკი, ბუნებრივი. რაც კომპანია შეიძლება დაუდგეს. ანუ HR-ს კლასიკური გაგებით ხომ, ბუნებრივია მათაც შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, მოთხოვნებთან დაკავშირებით აქვთ, რა თქმა უნდა, ინფორმაცია, თუმცა ის სამართლებრივი რისკები, რაც არსებობს შრომით ურთიერთობაში, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაწილი გაიმიჯნოს და ვთქვათ, იურისტები აქტიურად იყვნენ ჩართული ამ პროცესში. რაც იშვიათად ხდება ხოლმე, თუ კარგად არ არის პროცესები აწყობილი. ნუ სამწუხაროდ აი მე ჩემ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია ეს კითხოთ, რომ ანუ ძალიან კარგი HR-ები, რომლებიც ვთქვათ, ძალიან კარგ სამოტივაციო სისტემებს ქმნიდნენ კომპანიაში ხომ, ვთქვათ, შეფასების კრიტერიუმებს და მენეჯმენტის თვალსაზრისით ხომ, და ბუნებრივია იქ იურისტი მას ვერ გაუწევს კონკურენციას და მას თავისი, ასე ვთქვათ, უპირატესობები აქვს, თუმცა აი შრომის ინსპექციის მანდატმა უკვე იმდენად წამოწია სამართლებრივი კუთხით, ვთქვათ, საჭიროება პროცესების, ასე ვთქვათ, რეგულირების, რომ აი რაღაცა HR-ის პროფესიაში ეს იურისტის ნაწილი შემხვედრია, რომ HR-ი იურისტს ეხვეწებოდა, ტელეფონზე ვერ გეხვეწები გამარკვი აქ რავალდებულებები მაქვს და იურისტს ეგონა, რომ ეს მისი პასუხისმგებლობა არ იყო, ამიტომ თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითად შემთხვევებში, სხვა შორის დიდ კომპანიებს აქვთ ეს პრობლემა, HR დეპარტამენტი თუ არის შრომითი ნაწილი, ვთქვათ, თავიდან ბოლომდე მათი მენეჯმენტის ნაწილი არის და რამე გეკითხა. მეგობრებო, არა, ვეღარ მექნება უკვე, ვეღარ მექნება. კი, და რა ვიცი, მე ძალიან საინტერესო საუბარი შედგა და მე რატომღაც, რა ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ახლა აი დღევანდელად ჩვენმა პოდკასტმა თუ ერთ კომპანიას მაინც გადაამოწმებინა თავის პროცესები, ჩვენი მიზანი მიღწეული. ან ერთმა თანამშრომლებს მაინც მოითხოვა სამედიცინო შემოწმება. ხო, და ნუ თუ ამ შემთხვევაში ახლა დღევანდელი ეთერით კიდე რა გავაჟღერეთ და რა ვანახეთ, ხო, ანუ თუ ეს ეს საქმიანობა ძალიან კომპლექსურია, ხო? აი თუნდაც ახლა აი ჩვენი ბოლო, ასე ვთქვათ, საუბარი, როდესაც საუბრობთ HR-ზე და იურისტის კომპეტენციებზე, ხო? ამიტომ თუ კომპანიას აქვს სურვილი რომ მოიწესრიგოს ეს პროცესები, ხო, აგერ DPT კონსალტინგი, რომელიც სიამოვნებით გაუძღვება ამ საქმეს. სურვილი და ვალდებულება. ჯერ სურვილი და მერე ვალდება. აი, ვალდებულებამდე რო არ მიიყვანოს და ჯერ სურვილი იყოს. ამიტომ, მეგობრებო, კეთი, ჯონი, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ეს განსაკუთრებული მადლობა. კიდევ გელით ჩვენთან. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს და მსმენელს. ჩვენ უკვე შევხვდებით მომდევნო სამშაბათს და ბიზნეს სპეისის, ასე ვთქვათ, ფარგლებში, თუმცა აქვე დავაანონსებ, რომ ხვალ რადიო სივრცის ეთერში იწყება ახალი პროექტი, რომელიც გავა დღისით პირველ საათზე, ამიტომ ადევნეთ თვალი რადიო სივრცეს. მე კი ამით დაგემშვიდობებით და სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ.